მოგესალმებით, დღეს ექიმის ქრონიკების სტუმარია ზაზა თელია, ექიმი დერმატოვენეროლოგი მედიცინის დოქტორი. ზაზა, დღეს მინდა ვისაუბროს სქესობრივად გადამდებ დაავადებებზე. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ მოსახლეობას, რა არის სქესობრივად გადამდები დაავადებები. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, ეს არის გადამდები ინფექციები, რომლებიც უპირატესად და უშუალოდ გადადის სქესობრივი კავშირის შედეგად, სხვადასხვა სქესობრივი კავშირის შედეგად. რომელ ინფექციებზეა ამ დროს საუბარი, რომელი ითვლება სქესობრივად გადამდები ინფექციები? ბევრი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გვხვდება, მათ შორის ეს არის ვირუსული ინფექციები, ბაქტერიული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები და პარაზიტული ინფექციები. მათი ჩამონათვალი ძალიან დიდია. დაახლოებით 30 სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გვხვდება ბუნებაში. ყველაზე ხშირი რომელი ინფექციებია? პირველი 3 ყველაზე ხშირი ინფექცია. შესაძლებელია დავასახელოთ უპირატესად ბაქტერიული ინფექციები, ეს არის ეგრეთ წოდებული ატიპიური მიკროფლორით გამოწვეული ქლამიდია და მიკოპლაზმა და ასევე ბაქტერიული ინფექციები გონორეა და ურეაპლაზმა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული სტატისტიკურად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები მთელს მსოფლიოში. როგორი კლინიკური მიმდინარეობა აქვს სქესობრივად გადამდები ინფექციებს და არის თუ არა ასიმპტომური ფორმები და რამდენად ხშირია ასეთი ფორმები? სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სქესს, ანუ მამაკაცებს და ქალებში. სხვადასხვა ტიპის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს მამაკაცებში ზოგჯერ აქვს გამოვლინება, ქალებში ზოგჯერ არ აქვს. აი ასე მაგალითად გონორეა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. მამაკაცებში უპირატესად სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა ქალებში შეიძლება სიმპტომები არ შეგვხვდეს. ხოლო ისეთი ინფექციები, როგორც არის მაგალითად სოკოვანი ინფექციები, უპირატესად უფრო ქალებში მიმდინარეობს სიმპტომები, კაცებში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. რომელი მეთოდი ითვლება ოქროს სტანდარტად იმისთვის, რომ დავადგინოთ სქესობრივად გადამდები ინფექციები? ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე ხშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებად მაინც ითვლება ბაქტერიული ინფექციები და როგორც აღვნიშნეთ, ბაქტერიული ინფექციების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება წამყვანი ნიშანი ამ შემთხვევაში არ იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფექციების დროს მოხდეს ჩატარება ისეთი კვლევების, რომლების სპეციფიურობა და მგრძნობელობა არის მაღალი, ანუ ლაბორატორიულ ტესტს ჰქონდეს მაღალი დამჭერობის უნარი. და რა თქმა უნდა დღეისათვის 2025 წლისთვის ოქროს სტანდარტად უკვე დამკვიდრებულია ეგრეთ წოდებული PCR მეთოდით ინფექციებზე კვლევა. ეს შესაძლებელია იქნას გაკეთებული როგორც შარდის ანალიზით, რაცხის ანალიზით ან სისხლის ანალიზით. ვინაიდან ჩვენ ვახსენეთ და თქვენ ბრძანეთ, რომ გვაქვს ასიმპტომური ფორმები. რა გართულებები შეიძლება გქონდეს ამ დაავადებებს, თუ არ არის დროულად დიაგნოსტირებული თვითონ დაავადება? სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს უამრავი გართულებები შეიძლება მოჰყვეს. ასე მაგალითად ყველაზე ხშირი უპირატესად ქალებში ეს არის ეგრეთ წოდებული მენჯის ანთებითი დაავადებები. მენჯის ანთებითი დაავადებები შეიძლება კაცებშიც შეგვხვდეს, თუმცა კაცებში უფრო სათესლე ჯირკვლების კუთხით არის ხოლმე გართულებები, რასაც მივყავართ იქამდე, რომ შესაძლებელია დადგეს უშვილობაც, ანუ მომავალში პოტენციურად ასეთ პაციენტს შვილის ყოლასთან დაკავშირებით ჰქონდეს გარკვეული ტიპის პრობლემები. სკრინინგული კვლევები და რუტინული კვლევები, როდის უნდა ჩატარდეს, რა სიხშირით უნდა ჩატარდეს და რა მეთოდით უნდა ჩატარდეს? ეს ძალიან ინდივიდუალურია, უნდა მორგებული იყოს თვითონ ადამიანზე, რა თქმა უნდა, ყველა სკრინინგული კვლევები არ სჭირდება. თუ ადამიანი არ იყენებს კონდომს, ან მას ჰქონდა დაუგეგმავი, დაუცველი სქესობრივი კავშირი და ეს მრავლობითი სქესობრივი კავშირი იყო, ამ შემთხვევაში ასეთმა პაციენტმა, ასეთმა ადამიანმა უпростоრად რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მიაქციოს და გარკვეულწილად პრევენციის მიზნით სკრინინგული ანალიზები ეტაპობრივად უნდა იკეთოს. ნაწილობრივ კი შევეხეთ ამ თემას, რომ რა უნდა ჩატარდეს, რა ღონისძიებები პრევენციული იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ საერთოდ ეს დაავადებები, კიდევ თუ არის რამე სათქმელი, რომ პრევენციული ღონისძიებები, რომ არ განვითარდეს სქესობრივად გადამდები ინფექციები. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენ ამას ვეძახით
პაციენტების განათლების დონის ამაღლება, სამედიცინო განათლების დონის ამაღლება, ზოგადად საზოგადოების განათლების დონის ამაღლება მედიცინის თვალსაზრისით და ეს ზუსტად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ექიმებმა უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია პაციენტებს პრევენციული ღონისძიებების შესახებ და ეს პრევენციული ღონისძიებები არის, უნდა იყოს დაგეგმილი სქესობრივი კავშირი, უნდა იყოს დაცული სქესობრივი კავშირი, უნდა იქნას აგიტაცია კონდომების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმაზე აისახება, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სტატისტიკა ქვეყანაში შემცირდება. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ზაზა თელია, ექიმი დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი. თქვენთვის საინტერესო შეკითხვების შემთხვევაში მოგწერეთ ვიდეოს კომენტარებში.